ყველაფერი მორჩა. რა მორჩა ლორა? გუნდი დაიშალა. გოგოებო, დამიჭირეთ. რატომ? მილანა გეუბნებით დამიჭირე, რადგან მის ცემას ვაპირე. დამშვიდი. შენ ვერ გადადიხარ. არ მაინტერესებს. მე სულაც არ ვარ განაწყენებული. გამარჯობა პატარებო. რა თქვი? მოიცადე, შენ ახლახანს პატარებო დაგვიძახე? ხო, დაგიძახეთ. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ბავშვები ხართ. რა არის ამაში ცუდი? რა გჭირს ახალო გოგო? ამაზე პასუხისგება სკოლის შემდეგ მოგიწევს. პატარები მემუქრებიან. გოგოებო, დამიჭირეთ. რისთვის? გეუბნები დამიჭირე, რადგან მის ცემას ვაპირე. ამინა, მშვიდად. ამოისუნთქე? დამშვიდდი. ამინ, დამშვიდდი. ჩვენ ქალბატონები ვართ. დაგავიწყდა? დაგიმართლა, რომ ჩვენ ქალბატონები ვართ. სხვა შემთხვევაში მთელ თმას მოგაგლეჯდი. კარგი, მე წავედი აქედან. შენ კი კარგ განწყობაზე მოდი, რადგან ვხედავ, ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ. მე ამას ასე არ დავტოვებ. შური უნდა ვიძიო მასზე. კარგი მეგობრებო, მე მზად ვარ ვარჯიშისთვის. სად წავიდა ყველა? ის სულელები ისევ აცდენენ ვარჯიშს თუ რა ხდება? წერილი. მოკლედ ლორა, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს სხვა ქალაქში გადასვლა. ამიტომ მე სხვა სკოლაში გადავდივარ. იმასაც მივხვდი, რომ შენ ლუზერი ხარ და ჩოგბურთის თამაში არ შეგიძლია. ჩვენ აღარ ვართ გუნდი და დენსაც გადაეცი, რომ მე და ის წყვილი აღარ ვართ. შენ ნაძირალა, მე კასტინგს გავაკეთებ და ჩემს ახალ გუნდს შევკრიბავ. შენ კი აუცილებლად ინანებ ამას. შეწყვიდეთ ტყუილები, ახალი გოგონები სულაც არ არიან უხეშები. ხო, სხვათა შორის ახლახანს დამეხმარდნენ პლაკატების დაკიდებაში და ახალი განრიგის გაფორმებაში. ისინი კარგად იქცევიან შენთან და ისინი თამაშობენ პატარა ბატკნებს. ერთ-ერთმა მათგანმა დღეს პატარა ბავშვები დაგვიძახა. ნუ იგონებთ ამას, არ მჯერა თქვენი, ალბათ კარგი გოგოები დაგიძახათ და თქვენ პატარა გაიგონეთ. მასწავლებელო მაქს, თქვენ ამბობთ, რომ ყრუები ვართ? არა, შენ მხოლოდ რაღაცეებს იგონებ. და ელაპარაკეთ ახალ წვეულებს და აუხსენით, რომ ასე არ შეიძლება და თუ არ იზამთ ამას, ჩვენ ვეტყვით დირექტორს. დირექტორს. არაფერი ესათქმელი დირექტორისთვის, მე დაველაპარაკები მათ. ყველაფერი მორჩა. რა ხდება ლორა? ჩოგბურთის გუნდი დაიშალა. არ შეყვარებული მყავს, არც პარტნიორები. ახლა ძალიან მინდა რომ ვიტირო. ლორა, შეგიძლია შეწყვიტო ტირილი და ამიხსნა რა მოხდა? აი მასწავლებელო მაქს. შენ ჩოგბურთის თამაში არ იცი, შენ ხარ ლუზერი და უთხარი დიდყურა დენს, რომ ჩვენ წყვილი აღარ ვართ. ჩაო კაკაო, შენ არ ხარ ის, რაც ამ წერილში წერია. შენ ძალიან კარგი ჩოგბურთელი ხარ. ყველა შემთხვევაში ახალი გუნდი მჭირდება. მე ვერ დაგეხმარები. ჩვენ არც ერთი ჩოგბურთელი არ აგვიყვანია. მომავალ წელს მოვიყვანთ ახლებს. მომავალ წელს? ლორა, ნუ ტირი, წადი, მე რამეს მოვიფიქრებ. მე შემიძლია კასტინგის გაკეთება და საკუთარი ჩოგბურთის გუნდის დაკომპლექტება. კარგი, ოღონდ იმ პირობით, რომ ჩაკი დაიცავს წესრიგს. მადლობა მასწავლებელო მაქს, საუკეთესო ხარ. რა სულელური დღეა დღეს, მხოლოდ არეულობაა. რა თქვი? ყურში მითხარი, გამიმეორე. ცხენის კუდიანი ვარ? აი მიიღეს. ჰალკ, ჩაიწიე, მოითბინე, ვერ ხედავ, კამილს ვავარჯიშებ. მიდი კამილ, კიდევ სამჯერ და მალე ჩემნაირი ძლიერი და ჯანმრთელი იქნები. ძმაო, რა აზრი აქვს ამდენ ვარჯიშს? ჯობია ბიბლიოთეკაში წახვიდე, ტვინი ავარჯიშო. შენ წადი შენს ბიბლიოთეკაში, ნაის. ვერავინ ხედავს ტვინს, მაგრამ ყველა გოგო ხედავს ნავარჯიშებს სხეულს. ეს არის რკინის ლოგიკა. პატარა ოლიას ვავარჯიშებ. დავინახე როგორ უყურებდა ჩემს კუნთებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან უყვარს ვარჯიში.
მიდი კამილ, მომეცი ჰანტელი. ახლა მეც უნდა ვივარჯიშო. რა გინდა, რომ ჩემს პატარა ოლიას მოეწონო? რა? მე არ მინდა შენი პატარა ოლია. მე სხვა გოგო მომწონს, არიცი? შენ რა, პონკას ხომ არ ხვდები? არა, პონკა არა, მე მომწონს ინი. პატარა ინი შესანიშნავი გოგოა, მეც მას დავუახლოვდებოდი, მაგრამ თუ შენ მოგეწონა, შენ მოგცი მამის უფლებას, ძმაო. მადლობ, ძმაო. მაშ ახალი წყვილი ყავს კამპუსში? ეს გასაოცარია. არ ვიცი დამთანხმდება თუ არა. იცი მეშინია რომ პაემანზე დავპატიშო. არა და ძალიან მინდა. ნაის, თუ გინდა რომ დაგეხმარო, წავალ და ყველაფერს მოვუყვები მას. მადლობა ჰალკ, არა. მე თვითონ შემიძლია ამის გაკეთება. ნაის, მთავარია პირველ პაემანზე კოცნას ნუსთხოვ. გოგოებს ეს არ მოსწონთ. მადლობა ძმაო დახმარებისთვის. მე ვაპირებდი პატარა ოლიასთვის ჩემი ვნებიანი კოცნა მეჩუქებინა. ისე რომ იცოდეთ, ეს ჩემი კასტინგია. ძალიან მაგარია. მე მონაწილეობ. დილან, შენ რა იცი ჩოგბურთის თამაშის? მე არ ვიცი, მაგრამ მონაწილეობას მაინც ვაპირებ. ჟიურის წევრებს ვერ მოატყუებ. არა გიყვანენ გუნდში. არ მაინტერესებს. მე ყველანაირი გართობის მომხრე ვარ. დილან, შენ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, მაგრამ ჩოგბურთის სახელმძღვანელო უნდა წაიკითხო. შენ წაიკითხე წიგნები თუ ასე გინდა. მე ეს არ მჭირდება. რა ჭანდაბა, ჰეი, ფრეშ. მადლობა, პონკა. და მე არ ვაპირებ მონაწილეობას, რადგან ლორამ აბრაზებს. არ მინდა მასთან ერთად გუნდში. მე ვწდიბეთს, მიყვარს სპორტი. მეც გავივლი შესარჩევებს, სხვათა შორის ყოფილი გულშემატკივარი ვარ და ჩოგბურთი ჩემთვის რთული არ არის. ჯანდაბა, სად არიან ეს პატარა ბავშვები? უკვე 9 საათია აქვთ გავარ და ველოდები. ჰეი გოგოებო, ჰეი ჩოგბურთელო გოგო. თქვენი დახმარება მჭირდება გოგოებო, შეიძლება? ჩოგბურთელ გოგონას დახმარება ჭირდება, არასწორად გავიგე. გოგოებო, მგონი ვიცი რაზეა საუბარი. ის სულ მარტოა, არავინ ყავს. ბოდიში ლორა, მაგრამ შენ ძალიან მაღალი ხარ და გუნდში ვერ აგიყვანთ. მაგრამ დახმარება მჭირდება, სხვა რამეში. მე ვაკეთებ ჩემს კასტინგს ჩოგბურთის გუნდში მონაწილეობის მისაღებად. და როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ? თქვენ გქონიათ კასტინგის გამოცდილება და მჭირდება ჟიურის წევრები. დამეხმარებით? კარგი, ჩვენ დაგეხმარებით. დენს, როდის იყიდი ახალ ბურთს? სიჩუმე, რატომ არაფერი ვიცი შენი კასტინგის შესახებ? ყველაფერი მე უნდა მკითხო, რადგან მე ვარ ადმინისტრატორი. მაქსმა თქვა, რომ შემიძლია კასტინგი მოვაწყო. მოდით გოგოებო. მეგობრებო, კასტინგის დროს ჩვენ ვიცავთ სიჩუმეს და წესრიგს. ვინც წესებს და არღვევს, კასტინგიდან გამოირიცხება. არ ნერვიულობ გოგონებო, თქვენი შესარჩევები უსაფრთხო იქნება. გარანტიას გაცლებთ. დავიწყოთ გოგოებო? მოდით, დავიწყოთ. გამარჯობა ყველას. დილან? რა ჯანდაბა, ამ ლუზერს რა უნდა აქ? კარგი, გვაჩვენე რა შეგიძლია. ჩოგბურთის თამაში მხოლოდ ვირტუალურ რეალობაში შემიძლია, მაგრამ ამისთვის VR სათვალე დამჭირდება. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი ჩოგბურთელი. რა ჯანდაბაა ეს? შენ ვერ გადადიხარ. არ მაინტერესებს, ისედაც არ მინდოდა მონაწილეობის მიღება. დილან, მე გაგაფრთხილე. გუფი, არ დამიწყო ახლა. ჩაკ, დაუძახე შემდეგს. ჰეი, აბა როგორ ხართ? ახალო გოგო, მიდი გვაჩვენე რა შეგიძლია. რა არის ეს? სტანვარდიშის გაკვეთილია? მე შემიძლია ამის გაკეთება. უკან დაიხიე ახალო გოგო და ისწავლე.
ჩვენ გვჭირდება ჩოგბურთელი და არა ტანმოვარდიშე. შენ ვერ გადადიხარ. სულელური კასტინგია და სულელური ჟიური. შენ თვითონ ხარ სულელი. სულ მავიწყდება რომ ქალბატონები ვართ. შემდეგი? შემოდით, ვინ არის შემდეგი? ეს სულელები ხომ არასოდეს გამოტოვებენ კასტინგს? მაინტერესებს ამჯერად რას გააკეთებენ? ჩემო ბენს. მეგობრებო, აბა ხედავთ, ჩემი გოგო მას პინძლობს ამ შესარჩევებს. მიდი დაიწყეთ დროზე. ჩვენ შეგვიძლია სამივე ბენსის პენიზე დავდგეთ და ერთხელაც არ გადმოვარდეთ. Again like flu season I broke records while loose leafing I'm coming now on my roof leaving don't give a ბენსი საუკეთესოა. მოდი ავიყვანოთ ის ჩვენს გუნდში. მე ამირჩიე ეს, რადგან მე საუკეთესო ვარ. ეს რა სისულელეა. შენ ჩვენ საუკეთეს ადგილას იდექი. ეს არ არის სამართლიანი. აშკარად მოსყიდულია. კარგი გოგოებო, მოვაშოროთ ბენსი აქედან. ეს არ არის სამართლიანი. მე ის ვარ, ვინც თქვენ გჭირდებათ. მე ვარ მოცეკვავე ბეისბოლის მოთამაშე, ჩოგბურთელი. რა? წადი აქედან მოცეკვავე კალათბურთელო. ფრეშ, მოგწონს კონკურსი? ო, ძალიან მომწონს. მეც ასე. სიჩუმე მანდ. რა განსხვავებაა რითი ურტყამ ბურთს, ჩოგნით თუ ბიტით? მომეცის ბურთი და მე გაჩვენებთ როგორ უნდა ჩააწოდო კარგად. კარგი. აიღე. შენ ძალიან ცუდი ჩოგბურთელი ხარ. ვერ გადადიხარ. მე არ ვარ კარგი ჩოგბურთელი და რა მოხდა მერე? რომ იცოდეთ, მე ყოფილი გულშემატკივარი ვარ. მე შემეძლო ჩოგბურთელი გამხდარიყავი. პრობლემას არ წარმოადგენს. აიღე ჩოგანი და მაჩვენე რა შეგიძლია, ახალო გოგო. ეს გახურება იყო. კიდევ ერთხელ. საშინელი ჩაწოდება. გეთანხმები. გითხარი ვერ გადავათქო. შენ ვერ გადადიხარ, ოლივია. Top dollar be the bottom line. Bottom feeding dotted line. Turn your heart rate to a dotted line. რა ჭანდაბა? ფრეშ, კარგად ხარ? როგორ ხარ? მე კარგად ვარ. გამარჯობა ყველას. მე მქვია ფრონზოისი. მე საფრანგეთიდან ვარ. გავიგე რომ ჩოგბურთის შესარჩევებს ატარებთ. ჰა, ფრონზოისი? რაღაც არ არის აქრიგზე. ამბობ რომ საფრანგეთიდან ხარ? დიახ, პარიზიდან. გონი შენ სადღაც უკვე მინახი ხარ ადრე, მე ცნობი. სად? კამპუსში. ყველაფერი გასაგებია. ო, პატარა იმი? რატომ ხარ ჩაცმული ბიჭივით? გასაგებია. ის ჟიურის მოტყუებას ცდილობს. შენ ვერ გადადიხარ. წადი სახლში, თაღლითო ფრონზოისო. კარგი, შენი ჩოგბურთის გარეშეც მშვენივრად ვიქნები, სულელო ლორა. იცოდე, მეტჯერ ვეღარ მომატყუებ. შემდეგი? შემოდით. კარგი, მორჩა, სულ ეს იყო. როგორც ჩანს, შესარჩევები ამით დასრულდა. რა ჯანდაბა? კამპუსში არავინ იცის ჩოგბურთის თამაში? როგორც ჩანს, ჩვენი კასტინგი წარუმატებელი აღმოჩნდა. მოიწონეთ ჩვენი ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. მშვიდობით ყველას!